გილგამეშის ეპოსი ჩემი აზრით ევოლუციის ისტორიაც არის. ერთი მხრივ ცხოველიდან ადამიანამდე ენქიდუსში განსახიერებული ენქიდუს გზაში და მეორე მხრივ ადამიანიდან ღმერთამდე, რაც რეალურად ვხედავთ, რომ ვერ მოხდა გილგამეშის შემთხვევაში, თუმცა უთანაფიშთის ამბავით ვიცით, რომ ეგეც შესაძლებელია და როგორ არის შესაძლებელი. ხო. ეხლა რატომ და როგორ? ენქიდუს შემთხვევაში ძალიან ცალსახა პირდაპირ ჩანს, ენქიდუს შექმნიან იმისთვის, რომ გილგამეშის თანასწორი იყოს ძალით და მის საპირისპირო მხარეს დადგეს მისი მტერი იყოს, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ გილგამეში განარისხა ღმერთები თავისი ძალით. გილგამეში თავის მხრივ 2/3 ღმერთია, 1/3 ადამიანი და ზუსტად აქედან გამომდინარე განარისხა ღმერთები, იმიტომ რომ ადამიანებს ეპყრობა უსამართლოდ და ადამიანებმა შესჩავლეს ღმერთებს და ღმერთებმა გადაწყვეტეს მსჯელობის შედეგად, რომ ვიღაც დამბალანსებელი უნდა გაუჩნდეს გილგამეშს და ამიტომ ქმნიან ენქიდუს. მაგრამ ენქიდუ თავიდან არის ფაქტობრივად ცხოველი ადამიანის ტანში და ფორმაში. ცხოველებთან ერთად ძოვს ველზე და ბედნიერია თავისი ცხოვრებით. აღარ მახსოვს ზუსტად გილგამეში როგორ შეიტყობს ენქიდუს არსებობის შესახებ, მაგრამ ვიცის ეს ამბავი, რომ ის გამოწვევის სწორად არის შექმნილი. და გადაწყვეტს ენქიდუ აქციოს ადამიანად და დაიძმობილოს, დაემხანაკოს. ინიციაცია როგორ ხდება ცხოველიდან ადამიანამდე. გილგამეში აგზავნის შამხატს. როგორც იცი, შამხატი არის შამხატები მრავლობით შემოხსენებული საერთოდ და სახელი არ არის, ეგ არის ერთგვარი საკრალური პროფესია, საკრალური მეძავი. კაცი ადამიანი რომ იქცეს ცხოველიდან ადამიანად, სჭირდება ქალის ასპექტთან შეხვედრა და ეგრეთ წოდებულ საკრალურ მეძავებში მეძავი არ არის ალბათ იგი სიტყვა, იმიტომ რომ მეძავი თავისი არსით ნიშნავს მას, ვინც არის სწორედ მოიხმარს ნებისმიერი სახის ენერგიას, რომელიც რაღაც პირადი მიზნებისთვის მოიხმარს და ამ შემთხვევაში მეძავი პირიქით საკრალური პროფესია არის და ემსახურება ღმერთების ნების ჩამოტანას. სხვადასხვა ტაძრებში იყვნენ ტაძრის ქურუმი ქალები, რომლებიც სექსუალური პროფესიით ემსახურებოდნენ ღმერთებს, იმით რომ სექსის საშუალებით გადასცემდნენ ენერგიას, რომელიც ამ კონკრეტულ კაცებს ღვთაებრივთან აკავშირებდა. და ღმერთების მსახურების ბევრი სხვადასხვა ფორმა იყო და ერთ-ერთი ფორმა იყო მეძავი და მეძავი არ არის სწორი სიტყვა, იმიტომ რომ სხვა რაღაცას გულისხმობთ მეძავში და ამ შემთხვევაში პირიქით ღმერთების მსახურება.
ერთი მიდის ენქიდუსთან, სწორედ სექსუალური ენერგიის გაცვლით, ესე ვთქვათ, სექსით წამოიყვანოს ქალაქში. და გახადოს ადამიანად მონდომოს ქალაქში წამოსვლა და დაუძმობილოს გილგამეშს. და ზუსტად კარგად არის აღწერილი ეს შამხათი ჩადის ველზე, სადაც არის ეს სადაც ძოვს ენქიდუ ველის ცხოველებთან ერთად და მათ საჩვეულებრივად როგორც ერთ-ერთი ცხოველი ესე არის. არ აქვს ერთმანეთში იმის განცდა, რომ სხვადასხვა არიან. და როცა ჩამოვლენ ჯოგი და ენქიდუ, და სხვათა შორის ენქიდუ არის იმ ჯოგის დამცველი, მაგ მხრივ ცხოველების დამცველი. იმიტომ რომ იმ ტომის წევრია. და სწორედ წყლის პირას რა ჩამოდიან, იქ ხდება შამხათი და გადაიხსნის ტანსაცმელს და ენქიდუში აღოთბება ვლება და წავა შამხათისკენ. ამას რო შეიმჩნევენ ცხოველები, უკვე ჩნდება განსხვავება ცხოველებს და ენქიდუს შორის. და ცხოველები ზურგში აქცევენ და წავლენ, დატოვებენ ენქიდუს, უკვე აღარ არის. ცხოველები ხდებიან, უკვე ენქიდუ აღარ არის, მათი ნაწილი, მათი წევრი. შემდეგ 7 დღე და ღამე მგონი სექსი აქვთ ენქიდუს და შამხათს. და ამ 7 დღე და ღამე შემდეგ რა დაიკმაყოფილებს, ესე ვთქვათ, სურვილს და მიმოიხედავს და ხედავს, რომ ისი ჯოგი აღარ არის და უკვე აღარ მიეკუთვნება, არის დაკარგულობის განცდა და უკვე იმის ნაწილი აღარ არის იცის. და ზუსტად ამ დროს შამხათის თავაზობს, რომ უყვება გილგამეშზე და დაუბრუნება წამოდი, რომ გაგაცნობო. და ამ შემდეგ მეყო ენქიდუ შამხათს გილგამეშთან, მაგრამ ეგ არ არის ჯერ კიდევ ინიციაციის დასასრულის მხოლოდ ერთ-ერთი ინიციაცია არის ენქიდუს ცხოველობიდან ადამიანამდე. და პრინციპში ადამიანად არის უკვე ქცეული, მაგრამ anyways, აღარ და ვერ ვხვდები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რითიც პირველ შემთხვევაში რითიც შამხათ თუ ენქიდუ ცხოველიდან ადამიანი ხდება, არის ქალთან სექსი, ქალისადმი სურვილის გაჩენა და სექსი სურვილის დაკმაყოფილება. ის შემდეგაც ცხოველებიც შეაქცევენ ზურგს და თვითონაც ახლა უკვე აღარ არის მათი ნაწილი, უკვე ადგილი აღარ აქვს თითქოს სხვაგან და ამიტომ იდის ქალაქში. მაგრამ მთელი გზის განმავლობაში ესმის გილგამეშის შესახებ ეს ამბები, მისი სისასტიკის შესახებ, ესე ვთქვათ, უსამართლობის შესახებ და ამის გამო ენქიდუს ბრაზი უჩნდება გილგამეშის მიმართ და მე უკვე ქალაქში ჩასული როცა ნახავს, მაგის გამო შეიბმებიან, ომობენ ერთმანეთში და ეს არის ალბათ ეს მეორე ინიციაცია არის ალბათ ენქიდუს ადამიანად გახდომის, არ ვიცი, არის თუ არა ეს ინიციაცია.
მაგრამ ეს ორი ის კარგად ჩანს. ანუ ჩაკრების სისტემას რო გავუყოლოთ, პირველი ესეც ჰქონდა ფიზიკური ჭამა რაღაცა. ესეც მაგის ნაწილი. მეორე სექსუალობით სამხრეთის სამხრეთთან კავშირით უკვე შედის შემოქმედებით და სექსუალური ენერგიაშიც და მესამე უკვე solar plexus-ის ჩაკრებიც არის ეგ ომებთანაც არის დაკავშირებული, რომ ანუ პერსონალური ძალის ადგილია, მაგრამ პერსონალური ძალისთვის გჭირდება ხოლმე რომ დამტკიცო ვინ ხარ და ვინ არ ხარ. გაიგოთ და ხდება ხოლმე ომებით რაც ხშირად დაბინძურებულად ხდება. მაგრამ ერთმანეთი იმის მაგრად რომ მივიღოთ ვინც ვართ, მე სხვასთან ვიწყებთ ამს, რომ სხვა გავხდეთ, სხვა სიმწავლე მივიღოთ, რაც იმპერიულობაში გამოიხატება ზუსტად იმპერია რაც ცდილობს არა იმას, რომ იყოს ის ვინც არის და ის აყავს, შიგნიდან თავისი თესლი ამოვარდოს და ნერგი და მე ყვავილები იქნებოდა ყოფსაც გამოიღებს მაგას მოხმაროს ამას ცდილობს სივრცეში გაფართოებასაც ცდილობს უბრალოდ იმის ხარჯზე რომ სხვა და ჩაკროს და სხვა გახადოს მისი დაქვემდებარებული სხვას არ მიცეს იმის საშუალება რომ თავისუფლად დამოუკიდებლად იყოს ის ვინც არის და მისი ნაღვაწი და მისი ნაყოფი თავის კაცად იყოს. მაგრამ ზუსტად იმპერიის დესტრუქციობაც თავის დასაწყისშივეა ჩადებული აქედან, ანუ ის რომ თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე ყოველთვის დაინგრევა ერთ-ერთი ვისაც და რასაც შეუძლია რომ ვერტიკალზე ასე ვთქვათ დროში დიდხანს გასტანოს არის თვით ყოფადი ერი იქნება თუ ისე არ ვიცი რას დავიძახებთ კულტურული სივრცეები სადაც არც სხვისგან იღებ ზედმეტ და იმასაც და უთმის და ცდილობ რომ რაც გაქიმნოსაც ცოტა მაინც ისე გავფრთხილდა რომ გეყოს პაწარმოებისთვის თუნდაც მაშინაც კი როცა იმპერიული ძალები უსულოდ თუნდაც იმპერიების ქვეშ დავში სხვა წავდი მაგრამ ხო, ენქიდუს ამბავი ესია და შამის შემდეგ რომ შეიბნებიან და ვერც ერთი ვერ ჯობებს ერთმანეთს უბრალოდ მახსოვს დაძმობილდებიან და ხოვიან ერთმანეთს გილგამეში წაიყვანს ენქიდუს დედამისთან და მოუყვება და ისიც თავის შვილად მიიღებს ენქიდუს და ამის შემდეგ ერთად არიან თვითონ ერთად მართავენ იმას რასაც მართავენ უბრალოდ გილგამეშს კიდე გული ეძლევა უკვე გული ერჩის რაღაც დიდებული საგმირო საქმეები გააკეთოს საგმირო ოღონდ თავის არშივი დესტრუქციული და წავლენ ენქიდუს არ უნდა ამ საქმეებზე აყოლა იმიტომ რომ ენქიდუს აქვს საკრალურის განცდა ალბათ ზუსტად იმიტომ აქვს საკრალურის განცდა რომ ცხოველი იყო ცოტა ხნის წინ და
ადამიანი იქ არ არის ღმერთი ნაწილობრივ მაინც გილგამეში გამომდინარე რომ მესამედი ღმერთია და ერთი მესამედი ადამიანი უფრო ხისთავიანია ასე ვთქვათ და არ აქვს გილგამეშს ღვთაებრივის კი არა საკრებულის განცდა არ აქვს გილგამეშს ანუ არ აქვს იმის განცდა რომ ღმერთებს თავისი წესრიგი აქვს უფრო მეტი იციან ვიდრე ადამიანებმა თუნდაც უძლიერესმა ადამიანებმა და იმისთვის არიან რაღაც სამართლიანობა იყოს თუნდაც მიწაზე ადამიანებს შორის იქნება თუ ცხოველებს შორის და მოკლედ ის გილგამეში რომ არ იმორჩილა მაგიტო ღმერთებმა გამოგზავნეს ენქიდუ ასე ვთქვათ დამაბალანსებლად მაგრამ გილგამეშმა მოახერხა რომ დამბალანსებლის ნაცვლად თავის ძმობილად ექცია და უკვე გავარმაგდა ძალაში და შესაბამისად ის რაც ეს განცდები რაც აქვს რაღაც დიდებულების უნდა რომ დამტკიცოს ასე ვთქვათ და მაგიტომ მიდიან კედრის ტყის გასაჩეხად კედრის რომელიც არის წმინდა ტყე ხუმბაბა იცავს მოკლედ რაღაც ძლიერი ურჩხული არ ვიცი რომელიც ენრიუმ მგონი მეთქმა და წესა იმ ტყის გამგებლად და მოკლედ საკმაოდ ესეთი არა ვერავინ ვერ შედის ამ ტყეში იმიტომ რომ ხუმბაბა შიშის არსცემს ყველას და რეალურად გილგამეშიც ძალიან ეშინია თავიდან არა მგონი უბრალოდ მე უკვე როცა მარტო ჩდება მარტო რა ინკიდუს ანთებმოგრუმცა უკვე შიგნით არის და ყველაფრის წინაშე აღმოჩნდება მე მაგას ეშინია მაგრამ თვითონაც ანუ მარტო არ მიდის იცის რომ მარტო ვერ შეძლებს ჯერ ერთი მეყავს ენქიდუ და მეორე მხრივ თავისი მფარველი ღმერთის შემწეობით მიდის დედამის თხოვს რომ ილოცოს მისთვის ამ ღმერთთან და მოუწყდა ღმერთის სახელი ზის ღმერთია მგონი ადამიანის ღმერთი მეხმარება მე რა იმიტომ რომ ის მფარველი ღმერთია და ესე და მაგ შემწეობის საშუალებით მოკლა ხუმბებას გაჩხავენ ამ ტყეს და მოაქვთ ეს კედრები მაგრამ თვითონ ბრძოლის დროს გილგამეშიც საკმაოდ ეშინია მაგრამ მანამ ენქიდუ რომელიც მართლა ძალიან დაშინებული ეთხოვს რომ ან თავიდან არ წავიდეთ მე გავბრუნდეთ და ეკეთებს მაგრამ მისი ექშიში გამომდინარეობს მისი ადამიანობიდან და ხო იქიდან რომ ღმერთი არ არის ნაწილობრივ მათ მის მიუხედავად რომ უდიდესი ძალა აქვს ადამიანია მხოლოდ და მაგიტო ხდება რეალურად პირდაპირ კავშირში ღმერთების ძალასთან და გილგამეში რაღაც ნახა ნაწილობრივ მაინც არის ღმერთების თანაზიერი და თანასწორი მაგიტო თუნდაც გეგმების დაწყობის დროს მაინც მტიფარი ხაბრახის თავიანია მაგრამ როცა უშუალოდ საფრთხის წინ აღმოჩნდება და წასვლამდეც ყენებს დახმარებას თუნდაც აქ და თვითონ ბრძოლის დროსაც მანამდე ბრძოლით საკმაოდ
ეშინია და თავის ღმერთს აღურულებს რიტუალებს რომ დაეხმაროს. ხო, მაგ რიტუალების და რელიგიურობის გარეშე მაინც ვერ მოიგებდა, იმიტომ რომ შამაში ეხმარება მის ღმერთი. მაგრამ რელიგიურობა და საკრალურის განცდა მაინც არ არის ნამდვილად ერთი და იგივე. მაგრამ ამ რაღაცების გამო საბოლოოდ დაისჯება ორივე. მაგრამ ხახან მე მინდა ვილაპარაკო ამაზე, რომ ერთი მხრივ ის ნახეთ ევოლუცია ცხოველიდან ადამიანამდე და ეხლა გვინდა ადამიანიდან ღმერთამდე ევოლუცია ის სურვილიც აქვს გილგამეშ, მაგრამ უფრო თავიდან სურვილიც არ აქვს, თავიდან ისე იქცევა, რომ თითქოს ღმერთი იყოს თვითონაც სრულად. იმის მიუხედავად, რომ შამაში შეთხოს თითქოს უკვდავი იყოს, თითქოს ღმერთი იყოს, მაინც ესე იქცევა, იმიტომ რომ უძლიერესია თვითონ, თავისი თანასწორი ცარყავდა აქამდე და სხვებს ძლიერია და სხვებთან შედარებით ღმერთია. ხო. და აქედან გამომდინარე უჩნდება ისეთი გრძელებული საგმირო საქმეები, თუნდაც ცუდი საქმე იყოს, მაგრამ საგმიროა. და ძალის ამბავი, იმით რომ დაამარცხა, ძალა შეიძინა, დიდება შეიძინა, დაამტკიცა რომ ღმერთების თანაზე არიან. ეს ჭკუით. ეს ერთი მისი უკიფრობის გამოვლენა და მეორე ამასთან ქვია იშთართან, ნაყოფიერების ქალღმერთთან მისი გადაკვეთა აქჩაც, იმიტომ რომ მაგრამ ხო, არა, მაინც ადამიანია, იმიტომ რომ მოკლედ იშთარს დაავსება რა გილგამეში, თუნდაც საგმირო საქმის გამო, რომ კედრის ტყეშიც ჩაიდინა მაგის გამო თუნდაც და ძლიერია რა და მოწონს და ეტყვის რომ ისაა რა ცოტა შემირთეო. მაგრამ გილგამეში ეტყვის ნურას უკაცრავადო და გავხსენებს ძველ ამბებს. და ჩამთვლილია ძალიან ბევრი კაცის სახელი, მგონი ადამიანებია ყველა. მგონი ყველა ადამიანია. თუ სწორად მახსოვს და მოკლედ დრამის ეუბნება, რომ კარჩა მაგარი ხარ, მაგრამ შენ ვინც შეიყვარეო, კარგი დღეების დააციო და უყვება. და უყვება ამ ყველას ამბავს სათითაოდ. და ეუბნება, რომ ცოლად არ შეგირთავო. როგორც ქალღმერთსა ჩვეულებრივად ყოველთვისა აღგივლენ, რა ვიცი რა რიტუალებიც არის მაგას, იგივენაირად ისე გავაკეთებოდ, ცოლადო არაო, არ მინდა რომ დამპუპო. ხო და ამაზე გამოწერდება ჩვენი იშთარი. შეურაცხყოფა მომაყენაო, წყალ მამამისთან ღმერთების სამჯდომარესთან მგონი. ხო და მოუყვება მომბავს და შენო უნდა შემიქმნაო ღვთაებრივი მოზვერიო, რითიც შურს ვიძიებ და მოუკლავინებ გილგამეშსო. მამამისი ეტყვის ისაო, ტყუილი არა გითხრაო, ეხა შენო მაგანაო. ეგრე არის. მართლა ეგრეო. ანუ აქ ჩანს კაცური და ქალური
ასპექტის დაპირისპირება დედამიწას და ღმერთებს შორისაც კაცი ღმერთი და ქალი ღმერთიც სხვადასხვა და არის ერთმანეთის უფრო ისჩენს რომ და ქალი ღმერთის არის მის და რატომ შვება და არც ტექსტში არ არის ახსნილი მაგრამ დაახლოებით ინტუიციურად ხვდები რატომ დაღუპა ის კაცები იშთარმა და ისეც ფემინური და მასკულინური ასპექტები საკმაოდ განსხვავებული, როცა განცალკევებულია და არადუალობის გარეშე უყურებს აბსოლუტურად ძალიან სხვადასხვა ასპექტებია. ხო. და ეგარი რომ ის მეც პატრიარქატშიც ასახულია ეს არის რომ ეს მასკულინური ასპექტიც არის კაცებსაც ესმით და ქალებსაც ესმით რაც არის და რატომაც არის და მიღებულია რომ კი ოკეი მაგრამ ფემინური ასპექტიც არის კაცებს არ ესმით და მგონი ხშირად ქალებსაც არ გვესმის ხო იმიტომ რომ საქმე ის არის რომ ორივე საჭიროა არსებობისთვის ერთის გარეშე იქნება ანუ როგორც ინი და იანის თემა არის ერთის ორი სხვადასხვა ნაწილი და ერთმანეთის გარეშე არ არსებობს და თუ ერთი გაქრება რეალურად მეორეც გაქრება იმიტომ რომ მთლიანობა დაერღვევა მაგრამ და ამიტომ ორივე საჭიროა ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობს მაგრამ იქიდან გამომდინარე ეს როგორც ვცხოვრობთ თუნდაც იმიტომ რომ თქვათ ყველა დაღუპა ხო ესე ვთქვათ თუნდაც იმიტომ რომ ცხოვრების ბორბალი რაც არის სამსარა თუნდაც ხო anyways სიკვდილის სიცოცხლის ციკლები და ფემინური ასპექტი ციკლით არის გამოხატული წმინდა გეომეტრიაშიც წრე არის ფემინური ასპექტის გამოხატულება, როცა მასკულინურის მყარი ფორმები კვადრატი, სამკუთხედი, მე რა ვიცი, ხაზებით შეერთებული ფემინურის წრიული იმიტომ რომ დასაწყისი დასასრული ანუ მუდმივია გაუჩერებლად როცა მასკულინური ერთიდან სხვა ადგილამდე განშლების ადგილამდე პირდაპირ მისვლაში მდგომარეობს და ეს რაც არის მასკულინურის გამოხატულებაში უფრო ხშირად მიღებული გვაქვს რომ ბუნებრივია და ეგრე არის და თითქოს მართლა ეგრე არის და ფემინური ასპექტი რაც არის თითქოს რაღაც ტანჯვასთან ასოცირდება, იმიტომ რომ სიკვდილი არ გვინდა, მაგრამ თუ სიკვდილი არ გვინდა და სიკვდილს უარყოფთ, ფაქტობრივად სიცოცხლესაც უარყოფთ, იმიტომ რომ და დაბადებასაც უარყოფთ, იმიტომ რომ ერთმანეთის გარეშე არ არსებობს წრე, მაგრამ ეგეთი რაღაცების გააზრებას დანახვა ჭირდება და მინიმუმ სურვილი ჭირდება, რომ დავინახოთ და თუ ვერ ვხედავთ ბალანსი ერგოლა და იმის ვხედავთ რაც არის და სადაც ვართ თუნდაც დღეს დედამიწა და რაც და მხოლოდ დღეს 1000 საუკუნეების განმავლობაში shut up girl ხო ისე გადავხვი ეხლა სადურთ უსად დავიკარგე მორჩა თავი ნახევარ საათი o'clock ხო იშთარზე ის იყო რომ კორჩი გილგამეშმა უარი უთხრა მე იშთარმა მამამისთან დაიჩილა მამამისმა უთხრა
სწორი გითხრაო და მაქინ წავედით რა ფემინური და მასკულინური ასპექტების შეუთავსებლობა და მისი ტრულად შეხვედრა ერთმანეთთან. ანუ მასკულინური ასპექტი არის მის ფემინური ასპექტის ამ კონკრეტულ შემთხვევაში. და ალბათ დედამიწასაც. და ამიტომ არსებობა, მაგრამ ის არის რისი შთარია? რეალურად ძალა არ ქონდეს, ანუ ისე რა დავუბრუნდეთ ფემინურ და მასკულინურ ამბავს თითქოს, ანუ ის კაცი არის მასკულინური ასპექტია ღმერთად თავმჯდომარედ და მას ეთქმის ბოლოს სიტყვა, მაგრამ აბა ის არის რასინამს შეიძლება ნაყოფიერების გამომართი და საერთოდ ყველაფერი დედამიწაზე რაც ხდება და კაცობრიობას ესახება ფაქტობრივად მასზე თვითონ არის ამ ყველაფრის შემოქმედი და მკვლევარი საჭმლის მიმცემი და ისტორია მუქრება რომ თუ ამას არ გაკეთებ მოკლედ აღარ ყოფდებოდა საჭმელი, შეწყვეტდა თვითონ საქმიანობას, ასე ვთქვათ, ღვთაებრივ საქმიანობას და საკვები არ იქნებოდა ადამიანებს ერთ ცხოველებს. იმიტომ რომ საკვები ფემინური ასპექტის არის. სრულად, აბსოლუტურად. და ნუ სხვა აქ აღარ რჩება. მამამის ანუ მგონი ანუ ქვია. სხვა აქ აღარ რჩება და თანხმდება. და ქმნის იმ ღვთაებრივ მოზვერს. ნუ მაგ საქმე ისიც იყო რომ იმიტომაც ეუბნებოდა ვერს რომ დიდი ენერგია ჭირდება ღვთაებრივ მოზვერის შექმნას და მაგიტომ აბა უკვე თუ ქენი რომ შემოინახეს საჭმელები დააგროვებ ბეღლებში საკვები თუ რაღაც ეგეთი. რომ შეიძლება რომ იქნება 7 წლის განმავლობაში დასაჭმელობა ამ ხალხსა. მაგრამ ის თემატია ყველაფერი ქენია დააგროვებო და შვიდწლიანი შიმშილობის სანაცვლოდ, ნუ უბრალოდ იმის სანაცვლოდ რომ 7 წელი არ იქნებოდა მოსავალი, მაგრამ ხალხი არის შიმშილობდა, იმიტომ რომ უკვე დაგროვებული იყო ნაყოფი, იქნება ღვთაებრივი მოზვერი რომ განადგუროს გილგამეში. მაგრამ გილგამეში ის გილგამეშია რომ თავად არ დაამარცხოს ღვთაებრივი მოზვერი. ond გილგამეში არ მხოლოდ გილგამეში და ენქიდუ ერთად შეძლებენ რომ თავიდან ენქიდუს ისევ ძალიან ეშინია, მაგრამ მოკლედ ერთი კუთხში დაიჭერს და მეორე მოკლავს თუ რაღაცა და ორივე ერთმანეთის დახმარებით მოკლავენ ღვთაებრივ მოზვერს და მერე ენქიდუ ლანძღავს და აგინებს იშთარს, შეურაცხყოფს იშთარს. იშთარი დასტირის ჩვენს ღვთაებრივ მოზვერს და გამწარებული დაიჩივლებს ისევ ღმერთების სასამართლოზე. და ამჯერად მე არის ღმერთების სასამართლოს თემა, რომ კედრის ხის ტყის გაჩეხვის გამო და იშთარის შეურაცხყოფის და ღვთაებრივ მოზვერის მოკვლის გამო მოკლედ ამათ ხო კარგად არიანო და ორიდან ერთი უნდა უკდესო ესე გადაწყვეტენ და გილგამეში ავასებოთ მომდა რომ მერტია თავისინია რა ვიცია გადაწყვეტება რომ ენქიდუ უნდა მოკვდეს და შეეყრება რაღაც და ავადმყოფობა და გაჩმოკვდება ენქიდუ, მაგრამ აქ იცვლება უკვე გილგამეში, იმიტომ რომ
უკვე ხედავს რომ ანუ უკვე სიკვდილი თუ აქამდე ღმერთი ცხოვრობდა ახლა უკვე შიში შეეპარა შიგანში გილგამეშს იმიტომ რომ დაინახა რომ მისი თანასწორი ზუსტად მისნაირი ძალის მქონე და რაღაცა მისი ძმობილი მის ძალიან ჩვეულებრივად და თუ აქამდე ისე ცხოვრობდა რომ არ არსებობდა სიკვდილი და სხვისი იყო სხვა ადამიანების ცხოვრებების და მისი არ იყო უკვე მიხვდა რომ მასაც არის სიკვდილი და ეგზისტენციალური კრიზისი იწყება მოკლედ და დისტახეტიალობს და მოუთქვამს მაგაზე რომ თავიდან ეკებს გულოვებს და მოუთქვამს და გადაწყვეტს რომ არ უნდა სიკვდილი ეშინია და ამიტომ გადაწყვეტს რომ ღმერთი გახდეს და დადგება მაგ გზას გზა არის მისი წინაპრის ანუ იცის ესეთი ამბავი რომ მისი წინაპრი უთანაფიშტი რომელიც ნოეს ანალოგია გახდა კაციდან ღმერთი გახდა წარღვნის დროს აწარმოებს გადაურჩა და ამის გამო მე ღმერთებმა გახდეს თავისნაირად უკვდავი და უკვდავების საძიებლად მიდის რა მოკლედ გადაივლის თებს და ბოლომდე კიდე რაღაც ამბებიერი მოახერხებს რომ გადააყვანოს რაღაცას თავი და მიიყვანენ უთანაფიშტისთან და ეუბნება ესე მოუყვება თავის ამბავს და ეტყვის რომ ჩემ რაღაცა ვქენია და თავი როგორ დადრიკო და სიკვდილი მეც როგორ დამნახო და მომეყები როგორ გახდი უკვდავი რომ მეც გავხდე მკვდავია მაგრამ უთანაფიშტი მოუყვება რა თავის ამბავს ანუ ეტყვის რომ შეუძლებელია და რატო არის შეუძლებელი ხო უთანაფიშტის თავისი დამსახურებით ესე ვთქვათ ამით არ მიუღია უკვდავება შეიძლება დამსახურებით დავარქვათ მაგრამ ღმერთების შეცდომის გამო იყო ანუ წარღვნის დროს ღმერთებმა გადაწყვეტეს რომ მოვიდნათ რა ადამიანებს იმიტომ რომ დეგენერატივი იყვნენ და სულ რაღაცას აკეთებდნენ ესე ვთქვათ და მოვიდნეს წარღვნა მაგრამ ეამ გონი ხელოვნების ღმერთმა ქალღმერთმა ერთ-ერთმა ისტორი არის ერთი და მეორე ეამ ახილვინეს სიზმარი უთანაფიშტის და უთხრა რომ უნდა იქნა რომ უნდა ეკო ხომალდი და გაცილდა მაქაურობას თუ რაღაც ხო და უთანაფიშტი ეგრე მოიქცევა და გადარჩება როგორც ნოესთან არის ნოეს ამბავში რომ ღმერთი გადაწყვეტს წარღვნის მოწყობას მაგრამ ნოევასება უკეთ იხარო და მანდაც აშენებს ხომალდს და მიდის და გადარჩება ნოე თავის ახლავთან და იგივენაირად აქ არის იგივე რომ სახლი უნდა დაშალოს და ხომალდი აშენოს მოკლედ მესა გადარჩება უთანაფიშტი და წარღვნის დროს ისეთი ისე აღწევდა თამამად წარღვნები მეოცება ხო მოკლედ წარღვნას რო უყურებენ ღმერთებსაც კი შეზარავდა შეეშინებათ და ლანცხოვენ ენილს ლანცხოვენ ენილს რომ ეს რაღაცაზე ხელი მოაწერინეს ესე ვთქვათ და თავზეც იწყავდნენ იშთარის კოდება არის რომ ჩემი შულებიო როდესაც საჭმელს ვაჭმებიო ჩემი ხელით დამოყრდნო
ხავთ რაღაც ეგეთებია რა და მოკლედ ღმერთები ნანობენ გააკეთეს მაგრამ მე გაიყვება რომ უთანაფიშტი გადარჩა და ია მოყვება ამ ამბავს რომ ეს როგორ ქენიო რაღაცაო იმდილო ჩვენი შექმნილიო დავყიდეთ რაღაცაა და მაგიტომ მე ვარ თქოს არ გამიციალობავე უბრალოდ სისმერით ნახულენაო და ახლა სისმერს დავუჯერეთ ეს მოიქცეს იგი მსახურებდა კონდა მოყოლებს უნარის მსახურებდა ეს ჩემი ისრები ეგრე დავინახე მაგრამ წნობულა მაგის ნიშნავს და ნუ მოკლედ ოკეიო იყო და მაშინ ღმერთად უნდა აქციო თუ უთანაფიშტიო და დაიბარებდნენ თავისთან და მის და მის ცოლს და მაგ ვინც არიან გახდიან ღმერთებად ესე და უკვდავები იქნებიან და ცალკე მე ამათი სახელაც სხვის გადაღმა არის იმიტომ რომ გილგამეში მანდ რომ მიდიოდა ძალიან ისეთი სივრცეები გაიარა ჯერ 9,900 იქით რო არის ღავრებში რაღაც ესეთი ეს აღწერილი ან ოდისევსთან რო არის სხვით რო ბრუნდება და ბევრი გარო კარგება მაგ ოდისევს გავს რაღაცით იქ სხვის ამბებით მაგრამ აღარ მახსოვს სხვის ამბები არ მახსოვს რო გავს და ნუ თუნდაც ამბობს რომ ხო რა მაგრამ ჩემ დროსო ამ სიტუაციის გამო იყო ღმერთების კრებაო და ღმერთებმა კრებაზე გადაწყვეტეს რომ გამხდარიყავი მათნაირიო და უკდავიო და ხო შენ ვიღა მოგიწევსო ღმერთების კრებასო და შენ სიარ გახდებიო ღმერთი და უკდავიო და ესე ხო და მე არის მან რომ გილგამეში ამბობს რომ როგორ დავტრიკო თავიო კაროჩეო მაგრამ თან ფიშტიობნება რომ შენ ღმერთობა გინდაო და აგერო რო ჩაგეძინოს ანუ ხესლად ვერ გაჩერდები ცოტა ხანია და გილგამეში შეუნება რას მოპო ისაო უბრალოდ ორი წამი ძალიან დავღალა ორი წამი წავუძინებ და გავუღვიძებ ხო და ჩაიძინებს 7 დღეღამე ვერ ღვიძებს ოდესთან იგივე მსგავსი სიტუაცია აღარ მახსოვს არ მახსოვს რა არის მსგავსი ხო და ყვერებს აწყობს ის უთანაფიშტის ცოლი 7 დღის განმავლობაში რომ გაიღვიძებს უთანაფიშტი და გონია რომ 2 წუთი წათვლიმა ანახებენ ყვერებს და ხდება რომ ვერ გაძლო საკმარისი ხანი და მართლა არ მსახურებს ესე ვთქვით ღმერთობას იმიტომ რომ სიფხიზლეც კი ვერ შეინარჩუნა ცოტა ხნითაც და 7 დღეღამე ჩაიძინა ანუ კიდე ერთი თვისება იმისთვის რომ ადამიანი გახდეს ღმერთი რა ჭირდება სიფხიზლე რაც შეგვიძლია გავიგილოთ გასხოვნებასთან იმიტომ რომ ცნობიერად ყოფნასთან რა ხო ცნობიერად თუ ხარ მაგ ღმერთი თავი რამდენ ხანს ხარ და ამდენ ხანს შეგიძლია მაგ შენერჩუნება თუ შეგიძლია სამდა თუ არ შეგიძლია ადამიანი ხარ სხვა რა ხო ნუ ხა
გილგამეშის ინიციაციებში პირველი დამარცხება იყო, ვერ შეძლო. ვერ დამტკიცა, რომ არის ღმერთად ყოფნის ღირსი მის მიუხედავად, რომ 2/3 ღმერთია და 1/3 ადამიანი, ვერ დამტკიცა, რომ იმსახურებს ღმერთად ყოფნას. მაგრამ ცალია ტყუს დანაბეჭდის, რომ ცოტა რომ ხალხზე გამოიარავა და ესე ხელსარიალს უგაუშვებ რამე მაინც მიეციო. და უთანაფეშტია ეტყვის გილგამეშს, რომ კაი ხა უკტაბა ვერ მოიპოვე გილგამეშს, მაგრამ ეგეთი რაღაცაც არსებობს. და მიასწავლეს ყვავილის შესახებ, რომელიც არის ოკეანის. თუ ზღვის ძირში, რაღაც ოკეანის ძირში. და ამ ყვავილს რო ჩახვა, შეცვლა ამოიტანა ყვავილს, უნდა შეჭამა და კანს გამოისვრე და გაახალგაზრდებიო რა თავიდან დაიწყება ცხოვრებას. მგონი ეგეთ რაღაცა იყო. და ოკეი, წავა გილგამეში. ისე რაღაც საგმირო საქმეებს ჩაიტანს, რომ ამოიტანოს ძალიან ისეთი ღრმა მიდან, ხო? ხო რა, ყვავილის ამოტანა ოკეანის ძირიდან. მაგრამ შეძლებს ამოიტანს ამ ყვავილს. მაგრამ დაიჭვდება. მართლა მაგრამ ის აკეთებს იქნება და ჭამო და წამოს და მომკლავს და მასიდან გადაწყვეტს, რომ ანუ გადაწყვეტს, რომ სხვას შეჭამოს ჯერ გველს და მერე ჭამოს თვითონ. ნახოს სხვაზე როგორ მოქმედებს. მაგრამ თუ გველი შეჭამდა თვითონ სანაირად აღარ მოხსოვს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაიჭვდება, გაჩერდება, იქ არის ამის. და ეჭვის გამო დაკარგავს ამ შანსიც, იმიტომ რომ გველი შეჭამს ამ ყვავილს და გამოიცვლის ეგრევე კანს. ახალ სიცხლის იწყებს. გველებს ახლა მოგვიწევთ, რომ ქოწანილებ კანს იცვლიან და მათ ახალგაზრდებიან და ყოველ შემთხვევაში აქ მაგაზე რა საუბარი, რომ გამოიცვლის გველი კანს და გაახალგაზრდება და ხალხალ ციკლს იწყებს ცხოვრების. მაგრამ ყვავილი აღარ არის თლიანად ჭამა თუ რაღაცა და გილგამეშს აღარ დარჩა. ამაშიც დამარცხდა გილგამეში. ვერც მეორე ინიციაცია გაიარა, კიდევ უფრო ნაკლებისკენ იყო ესე ვთქვათ. მაგრამ ეგეც ვერ მიიღო. კანის გამოცვლაც და გაახალგაზრდებაც ვერ მიიღო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეჭვმა დაამარცხა და საქმის გადადება. პირველ შემთხვევაში ჩაძინება, ხიზლად რო ვერ გაჩერდა, მეორე შემთხვევაში ეჭვმა. და რასიამს წავა დაუბრუნდება და ურუქის კედლებზე გაივლის და იტყვის აბა მაგარიაო. ან ფაქტობრივად ურუქის კედლები შერჩა მარტო. და ან ფაქტობრივად დამარცხებული გმირია. ის ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანი არც იყო, 2/3 ღმერთი იყო და 1/3 ადამიანი, რომელიც ვერ გაიარა ღმერთამდე, ღმერთობის ინიციაცია ვერ გაიარა, ესე ვთქვათ, ვერ გახდა ადამიანიდან ღმერთი, მაგრამ თან თითქოს იმ ნაწილობრივ ღმერთობამაც შეუშალა თითქოს ხელი. იმიტომ რომ დაუკვირდე უთანაფიშთი არის ღმერთი არანაირად. სრულად ადამიანი იყო, მაგრამ როგორც განვითარდა იქ უთანაფიშთჩოლებრივი ადამიანი იყო, მის შემძლე გახდა იყო უკვდავი.
იმით რომ просто кай ტიპი იყო და მაგიტომ ეგეთი ამბავი რო ხდებოდა მანახა ეგ სიზმარი ხო შორის უთანაფიშთი მაგონებს მე იმასაც თოტი ეგვიპტელი ღმერთი თოთ სამჯერ დაბადებული ანუ გურქვია სურმუხტისფერ ხო emerald tablets სურმუხტისფერ დაფებზე სურმუხტისფერი დაფების ავტორი ოღონდ ვიცით მართლა ესე თქვა რა ყოველ შემთხვევაში ვიცით ესეთი ახლა ჩვეულებრივი მეწიერი ადამიანური გონებით ვერც დაიჯერებ, მაგრამ თუ ვიცი რომ სხვა რაღაცებიც არსებობს, ესე ვთქვათ, დაჯერება უფრიული, უბრალოდ მაგ შემთხვევაში თუ არ იცი რომ ნამდვილად ეგრე ალბათ არ უნდა თქვა, ეგრე არის. მე არ ვიცი რომ მართლა ეგრე არის, მაგრამ არ აქვს შემთხვევაში მნიშვნელობა. მაგრამ გავს სურმუხტისფერი დაფების ავტორის თოტის ამბავს, რომელიც თოთ ატლანტიდელი ადამიანი იყო, მე თოტად დაიბედა, ვითომ ანუ ეს ეგვიპტის ღმერთი თოტი, რომელიც 14 წელი მართავდა ეგვიპტეს და მე იყო ჰერმესი, რო ვიცით, ბერძნების ღმერთი, შემდეგ ეს ჰერმესი, რაც დაკავშირებულია ოქროს აწმისთან სხვათა შორის. ეგვიპტე ოქროს აწმისი. ხო და თოტიც ატლანტიდელი შემთხვევაშიც მსგავსი რამეა ატლანტიდე რო იძირება თოც ვინ ეტყვის არ მახსოვს, მაგრამ მოკლედ ტაძარი იყო მთაზე, ეს თოტი ძალიან დაწინაურებული იყო სულიერად და სხვა ატლანტიდელების მსგავსად მგონი უკვდავი იყო, მგონი ყოველ შემთხვევაში ტანსწორდნენ თუ რაღაც ეგეთი. ყოველ შემთხვევაში ძალიან დაწინაურებული იყო სულიერად და მაგიტო როცა ატლანტიდე იძირება ვინ ეტყვის არ მახსოვს თოც მგონი ადამიანი არა ხოც ძალა ღმერთი ეტყვის ზუსტად რომ ხომალდზე შეიყვანოს ტაძრიდან ხალხი და წავიდეს დედა სხვა მხარეს დედამიწაზე და უქადაგოს ესე ვთქვათ გავრცელოს ცოდნა. ხო და ატლანტიდეს ჩაძირვის ამბავი კლასიკური წარმოების ამბავია. სავარაუდოდ ერთი მითოსური ამბის სხვადასხვა ვარიანტებია უბრალოდ ატლანტიდეს ჩაძირვაც გილგამეშიანის ეპოსში აღწერილი წარღვნაც და ბიბლიაში აღწერილი წარღვნაც, მაგრამ ერთი ამბავი სხვადასხვა ნაირად არის მოთხრობილი. ხო, ანუ მსგავსებაც ბევრია, მაგრამ განსხვავებაც ბევრია. მაგრამ მნიშვნელობა აქვს ფორმაში ისე გამოხატული, როგორც ეჭირება იმ ხალხისთვის, ვისთვისაც იწერებოდა. ან შეიძლება უბრალოდ შეცდომის ხარჯზე არის შეცვლილი. არ აქვს მნიშვნელობა. თორე არს მიწვდეთ რის განსახიერებას ცდილობს. ხო, და ნუ იმის ხომდედა რომ გილგამეშმა ვერ გაიარა ეს გზა ადამიანიდან ღმერთამდე, როცა ჩვეულებრივმა ადამიანმა უთანაფიშთი იმ შემთხვევაში და იქ იმ შემთხვევაში თოტმა შეძლო ადამიანიდან გამხდარიყო ღმერთი თოთის შემთხვევაშიც
ეგ არის რომ იმ ცოდნის საშუალებით მართების კრებულის წინაშე წარდება რომელიც სიღრმეშია ყვავილია ყვავილი მონდის ყვავილია სინათლის ყვავილია მან მაგერად შეგემთრობილი და ნუ უკდავანი ხო თუ მიიღო მაგათგან ამაცობს მგონი უკდავი მიიღო და ნუ ამ შემთხვევაში უთანაფიშთი ჩვენს მითში უთანაფიშთი მიიღო უკდავება ადამიანი გახდა ღმერთი გილგამეში დამარცხდა და შერჩა ურუქის კედლები და სხვა გზა არ ქონდა ფაქტობრივად რომ მიიღო რომ ხო რა ხო მაგარი მტკიცია ურუქის კედლები აქ გაევლისო და მე მახსოვს რომ ჩემს ერთ-ერთ ლექტორს მაგრამ მოწონდა დასასრული თითქოს აი ადამიანის ყოფას ასახავდა და თითქოს ესე უნდა გვეცხოვრა ადამიანებს რომ ანუ თითქოს გილგამეშმა რაც გაიარა და რაც გილგამეშ გადახდა თავს გარდაუვალი იყო ადამიანისთვის თუნდაც 2/3 ღმერთი ადამიანისთვის თითქოს გარდაუვალი იყო და კაცის და კაცობრიობის ბედი დამარცხება განხრთობის გზაზე აბა სხვანაირად რატო უნდა მიიღო ეგ რომ კედლებს უთხრა რომ მტკიცე და რა მაგარი ხარ და ეგ მიიღო რაც კაცობრიობის ზეიმად ხო ბაბილონის თემას გავსებ თითქოს და ადგილით ხოსაა თან მდინარეში ხდება ეგეც ხო გელგამეშის დასასრული პესიმისტურია ჩვენთვის ცხადად და გორჩემის სხვა ლექტორი იყო და წერდა მისთვისაც და მეჩმილი თავს მიცოვალი ლექცია რომ კეგრი არის იმიტომ რომ ნამდვილად ეგეთი კაცი და მაგაზე თარგმნელი ხო რა პესიმისტურია ჩემი აზრით თაც დასასრული გილგამეშის ვერ გახდა ღმერთი და სხვა გზა არ დაშა ნუ შეიძლებოდა რომ კიდევ არესი გაგრძელება ქონოდა რომ ეგეც კი არ მიიღო რაც არის და არ ვიცი შეიძლება და უბრალოდ ამ შემთხვევაში ვერც ერთი ინიციაცია წარმატებით ვერ დაასრულა სხვა გზა არ დარჩა რომ მოუბრუნდეს თავის ქალაქს და მიიღოს ადამიანობა მოკვდავობა მიიღოს მოკვდავობა ისწავლოს და შეიძლება მაგაში არის ოპტიმიზმი იმ არსით რომ იქნება ადამიანობას თუ ისწავლის მერე ნამდვილად შეძლოს განღმრთობა და ღმერთად გახდება იმიტომ რომ აქამდე ზუსტად მასში არსებულმა ღვთაებრივმა ასპექტებმა დაამარცხეს იმიტომ რომ საკრალურის განცდა თუ ქონდა სხვა ადამიანებს რაც აძლევდა იმის საშუალებას რომ თავი შეეკავებინათ ისეთი საქმეების გარეთ არ უნდა ეკნათ გილგამეშ არ ეკავებდა მსგავსი რაღაცეები და განთქმული იყო როგორც უსამართლობით ასევე ღმერთების შეურიწყობით უსამართლობით როგორც ადამიანს ასევე ღმერთების შეურიწყობით ის გამოც დაისაჯა თავისი ძმობილი მადნაბიციც დაკარგა და მაგრამ რეალურად შეიძლება ზუსტად ეგ არის ოპტიმისტური ერთ-ერთი რჩევა ამაში ვიპოვოთ არის ის რომ იქნებ ახლა შეძლოს აწი ამ ცეცხლში ვერა მაგრამ თუ ადამიანობას ისწავლის მე
ბუდიზმი გახდეს ღირსი, რომ ღმერთი გახდეს და ახლობლივი გახდეს. იმიტომ რომ თუნდაც უთანაფიშთი რომ შეძლო ცოდნის მიღება, რაც დაჭირდა იმისთვის, რომ ჯერ წარმოდგენას გადარჩენილიყო შესაბამისად მერე ღმერთიც გამხდარიყო ზუსტად მისი ადამიანობა და ღმერთებისადმი მოწიწება და ზუსტად მაგით მიიღო ცოდნა ესკ. ხო, მოკლედ იმის ხომდოდა ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ევოლუციის ამბავს ასახავს გილგამეშის ეპოსი, ერთი მხრივ ცხოველიდან ადამიანი როგორ ხადებით და ხო, ცხოველიდან ადამიანი გახდომას ასახავს ენქიდუ შემთხვევაშიც წარმატებით მოხდა. და გავახსენოთ, ეს იყო ერთი შამხათის მეშვეობით, ანუ ქალურ ასპექტთან სექსუალურად შერწყმის მეშვეობით და მეორე არის გილგამეშთან შეკინებით. სამართლიანობისთვის პრინციპში ენქიდუ სამართლიანობისთვის იბრძოდა, მაგრამ თან ძალით, როგორც შეეცვლოდა, ძალა ჰქონდა და ძალით იბრძოდა. ანუ სექსუალობით და ძალის გამოყენებით იქ, სადაც საჭიროა. ამით შეძლო გამხდარიყო ცხოველიდან ადამიანი. მაგრამ მეორე მხრივ სიცოცხლე დააკარგა იმის გამო, რომ გილგამეშის ცნობილობიდან გამომდინარე არასდროს საქმეები გააკეთა და ის დასაჯეს ღმერთებმა და არა გილგამეში. მაგრამ ენქიდუს შემთხვევა მაინც წარმატებული შემთხვევა ევოლუციის თვალსაზრისითაც. მის მიუხედავად თავიდან თამბეც იწყებლის და შამხაცაც წყევლის, მერე თვითონაც აღიარებს, რომ კი. პრინციპში ენქიდუ იმიტომ აღიარებს, რომ შამხათმა კარგი საქმე გაუკეთა, რომ საშუალება მიეცა გილგამეში ყოველდღე მოგილოთ და მასთან ერთად საგმირო საქმეები ჩაედინა. თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ დაისაჯა ყველაფრის გამო, პროცესი, რომელშიც იყო მისთვის სიამოვნების საშუალება იყო. სიამოვნების რა მიზნი ისგავთ და კიდე იქ რაც ეს ჩართულია. ქალაქის სიამოვნება. ანუ კიდე აღიარებს, რომ კი ღირდა ეს ყველაფერი გამოდის, რომ ენქიდუ წარმატებული შემთხვევა ევოლუციის მხრივაც და თვითონაც საბოლოოდ აღიარებს, რომ კი ყოფილი ცხოველიდან ადამიანად იქცა. მაგრამ გილგამეშის შემთხვევაში გვაქვს, რომ გილგამეშმა ვერ შეძლო ადამიანიდან 2/3 ღმერთი, 1/3 ადამიანიდან, მაგრამ ადამიანიდან მაინც განხთობა, ღმერთად გადაქცევა და მე მგონი, ჩემი აზრით, ნაწილობრივ ღმერთობამ შეუშალა ამაში ხელი, იმიტომ რომ სხვებზე ზემოთ იწევდა ადამიანებზეც და ღმერთების თანატოლი ეკონა თავი მასში, როცა არ იყო რეალურად ღმერთების თანატოლი და თანასწორი. და მე რითიც გამოვლინდა ზუსტად სხვა რამეებთან ერთად, რომ არ იყო ღმერთების თანატოლი და თანასწორი, იყო ერთი მხრივ სიფხიზლე ვერ შეინარჩუნა, ზონდა შეინარჩუნა რაც სურდა, მაგრამ ძილმაწაწლია, ძილში ჩაეფლო ისა და მეორე ეჭვმა შეიპყრო და ეჭვის გამო ვერ იმოქმედა მაშინ, ზუსტად მაშინ, როცა უნდა ემოქმედა და ლოდინი გადაწყვეტა და ნახვაბარა იქნება, მაგრამ სხვა როცა გამოიყენა იგივე შანსი, გილგამეშისთვის უკვე ადგილი აღარ იყო. დაკარგა ღმერთებისკენ პეტრა
გადმული ევოლუციის ამბავი გეგმის შენი shut up მარტა shut up